სალამი შემოძვირფასებო, მოდი დღეს ხან ვიხილოთ ასეთი თემა, ვის ეს სიზმრებით, ვინ გინახულობს სიზმრებში. ჩაიფიქრეთ საკუთარი თავი, კონცენტრირდეთ მხოლოდ საკუთარ თავს და ნახოთ, ვის ეს სიზმრებით შემოძვირფასებო, ვის ეს სიზმრებით, ვინ გინახულობს სიზმრად. ვის ეს სიზმრებით, შემოკარგებო, აბა ვნახოთ. სამკუთხედმა ხო მომკლარა. თავდაპირველად ვიტყოდი ეს დრამეს, რომ პიროვნება, ვისაც თქვენი სიზმრებით შესაძლებელია იყოს თქვენი თანამშრომელი, ან თქვენს პროფესიასთან პროფესიულად ახლო პირი ხო, რომელიც ახლა სხვა ცხოვრებით ცხოვრობს, შეიძლება ოჯახი ყავდეს, ვალდებულებები ქონდეს, თავის სტაბილურობა ქონდეს, ხო, მაგრამ სული მაინც თქვენთან ესე ვთქვათ იწევს მისი სიზმრებში ის ხედავთ იმ ურთიერთობაში, სადაც შეიძლებოდა თქვენ ორივე ყოფილიყავით და ეს ცნობები ჯერ კიდევ ეს თქვა თქვენს მიმართ ცოცხალია, ხო, ვერ გივიწყებთ, ამიტომ ხედავთ სიზმარში ეს პიროვნება, სადაც ეს თქვა გულს არ შეუძლია ეს თქვა მოატყუოს, თქვათ, რომ ან არ უყარხართ, ან მსგავსი, ხო, შვიდიანი კვერთხები ეს მიმიტითებს იმაზე, რომ პიროვნება ეს იმ პიროვნებაზეა საუბარი, რომელიც ცდილობს საკუთარი ემოციების მართვას, მაგრამ გონების კონტროლი უკვე აღარ შეუძლია, მუდმივად გიცავთ თავის გონებაში, თითქოს არ უნდა რომ ეს გრძნობა ისევ ამოტივტივდეს, მაგრამ აი სიზმრებში ვერ მალავს თავის რეალურ ემოციებს და გრძნობებს, ხო, თქვენ მას ეს სიზმრებით მაშინ როცა ყველაზე მეტად ცდილობთ რომ დაგივიწყოთ ზუსტად აი მაგ მომენტებში, თუმცა საკუთარ თავს აძალებს თქვენს დავიწყებას, მაშინ ხედავთ სიზმრში ზუსტად. შეყვარებულების არკანი მეუბნება, რომ საუბარია ურთიერთობაზე, სადაც იყო არჩევანი, გრძნობს, რომ თქვენს შორის ძლიერი ემოციური და ფიზიკური კავშირი არსებობდა, სიყვარული, რომელსაც მარტივად ვერ ამოშლი გონებიდან და გულიდან და სიზმრებში ხშირად ბრუნდება იმ მომენტებში, სადაც თქვენ ორ შორის ქიმია გამომწვავებული და ამძაფრებული იყო, ხო? 10-იანი პენტაკლი მეუბნება, რომ ეს ადამიანი ოჯახშია, ან სხვა სტაბილურ კავშირში იმყოფება, მიუხედავად ამ გარეგნული სტაბილურობის, ქვეცნობიერად ისევ თქვენზე ფიქრობს, თქვენთან კავშირშია ემოციებით, ესე ვთქვათ, რომელიც ვერ გადავიდა იმ ყოველდღიურობაში, სადაც თქვენთან ახლოს იყო, ხო? სიზმრებში თქვენ ხართ მისი სულის მეორე მხარე, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ვერ დაეტიაო, რომ იტყვიან, იმიტომ რომ აქვს ესეთი მდგომარეობა, რაც ზემოთ ჩამოთვალე, ხო? ოჯახი ან სტაბილური კავშირი. 10-იანი თასები მეუბნება, რომ აი სულ განცდას მიჩვენებს ეს ბარათი, აი ეს ბედნიერებას, რომელიც სიზმარში, ასე ვთქვათ, მოდის თქვენთან გრძნობების სახით, ხო, ის სიზმრებში გხედავთ და ხედავს თქვენთან შვიდ სტაბილურ გარემოს, ერთი მხრივ არის თავის რეალობა, მეორე მხრივ თავისი სიზმრის, ასე ვთქვათ, რეალობა, ხო, სადაც უნდა რგული და სულით იყოს და თითქოს იქ არის ემოციური ჰარმონია, რომელიც რეალობაში არ აქვს, რეალობაში აქვს ეს მდგომარეობა და სიზმარში აქვს ეს მდგომარეობა. შეიძლება დილით გაეღვიძოს და იგზნოს ის სითბო, სიზმრიდან წამოღებული, მაგრამ ვერ ხსნიდეს ატომოდის ეს განცდა, სწორედ ეს არის თქვენი ენერგია, რომელიც მასთან არის, ხო? სამართლებიდან გამომდინარე, ეს არის ბარათი, ზოგადად ეს აბარათი არის ვიტყოდი ასე სიმართლის და კარმული ბალანსის ნიშანი. გესიზმრებათ, იმიტომ რომ თქვენ შორის ბმა ჯერ კიდევ ენერგეტიკულად არ დასრულებულად შემოძვირფასება და კარგება, მის ქვეცნობიერად სჭირდება სიმართლე, გამოუთქმელი სიტყვები, აუხსნელი გზნობები, გაუწყვეტილი კავშირი თქვენთან შორის, ხო, სიზმრები გახდა გზა, ასე ვთქვათ, რომლითაც მისი სული ცდილობს ამ დაუმთავრებელი ამბის დაბალანსებას, ზუსტადაც, ხო, და 4-იანი ხმლები. ეს არის ფიზიკური დუმილი, მაგრამ სულიერი კავშირი, რომელიც სიზმარში ცოცხლობს, ხო, თითქოს აღარ გწერთ, აღარ გიკავშირდებათ, აღარ გიკონტაქტებათ, მაგრამ სიზმარში მოდიხართ მასთან, როგორც სიმშვიდის და მონატრების სიმბოლო, ხო, ეს ადამიანი თქვენთან სიზმარში გრძნობს იმას, რაც რეალობაში თქვენთან გამოუთქმელი დარჩა, ხო? აი, ადამიანი ვერ გივიწყებთ, ამიტომ ხედავთ სიზმარში, სადაც თავის თავთან არის გულწრფელი და ვერ ატყუებს საკუთარ თავს ამ სიზმრებში, ხო? ეს სიზმრება ის, რაც რეალურად გულიდან მოდის, ხო? აი ეს არის ის მდგომარეობა, თუ რატომ ეს სიზმრებით პიროვნებას და თქვენ ამას სხვათა შორის ფიქრობთ ძალიან კარგად გრძნობთ და ამიტომაც გაინტერესებთ ეს კითხვა, თუ რატომ ხედავთ პიროვნებას სიზმრებში. ესაა ჩემო ძვირფასებო, სულ ყველაფერი
ამ თემას ემართებაში და კიდევ დავამატებ, რომ ამიტომაც გესიზმრებათ თქვენს სიზმრებში ეს პიროვნება ანალოგიურად, ზუსტად აიგივე მიზეზებით. დაგემშვიდობებით შემოკარგებო, გისურვებთ სიმშვიდეს, სოლიდარობას, სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას, ურთიერთგაგებას და ერთად ყოფნას. აი ესე ჩამოწვიფესება ნახვამდის.